წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედოფალო ღვთისმშობელო, სიმართლენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა, სარწმუნოებით და სიყვარულით შენთა მოლტოლვილთა, ამისთვისცა ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცითა განმკურნე მე მადლითა შენითა ყოვლად წმინდაო. უძველეს დროში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიათ აღიარების შემდეგ არაერთი მწვალებლობა გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც მოიცვა მართლმადიდებელი სამყარო და დიდად ავნო ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებას, იყო ხატმებრძოლეობა. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ერესი, თავდაპირველად ის გარკვეულწილად საფუძვლიან ბრალდებებს შეიცავდა. მართლაც ისე მოხდა, რომ ქრისტიანმა ნაწილმა რაკიღა ვერ შეიძინა სწავლების ჭეშმარიტი არსი. გარკვეულწილად გაამროდა ის და ქრისტიანულ სიწმინდეებსა და ხატებზე გაზვიადებული წარმოდგენა შეიქმნა. ხატი თავისთავად არის ანაბეჭდი მასზე გამოსახულისა. იქნება ის თვითუფალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ანგელოზ და დასები, რომელიმე წმინდა მოვლენა თუ ეკლესიის მიერ აღიარებული წმინდანები. კურთხევისას ხატზე გარდამოდის მადლი სულისა წმინდისა და მასში, როგორც მარადისობისაკენ გაჭრილ სარკმელში, ჭრეტ და ზეციურ მოვლენებს და ვხედავთ ყოველივეს, რამდენადაც მზადაა და განწმინდილია საამისოდ ჩვენი ხორციელი და სულიერი ხედვა. მერვე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც სულიერი მზერა წარმართობის ნისლით ჰქონდათ დაბინდული და ვერ შეიცნეს, რომ ხატი არ არის კერპი, რომ იგი თავისთავად როგორც მასალა და ნივთი კი არ არის შემცველი სიწმინდისა, არამედ ნაკურთხია ღვთისმადლით. ასეთი ხალხი განადიდებდა ხატებს იმგვარად, როგორც კერპებს. ბოლოს ისინი ღმერთსაც კი ივიწყებდნენ და მხოლოდ მათ მიერ აღიარებულ ხატს ეთაყვანებოდნენ. ღვთისთვის განკუთვნილ ღმერთის სწორპატივს მიაგებდნენ მას. ამით ირღვეოდა ოქროს შუალები, რუდდებოდა განუხრელობა ქრისტიანული სწავლებისა და ღვთისკენ მიმავალი გზა ერესისაკენ უხვევდა. სწორედ ამგვარი ცდომილების დასაძლევად გამოდიოდნენ ღვთივგან ბრძნობილი მამები და ასწავლიდნენ ხატის ჭეშმარიტ არსს. თუმცა ბოროტმა მათ ზოგიერთ მომხრესაც დაუბინდა გონება და გაჩნდნენ ისეთები, ვინც საერთოდ უარყოფდნენ ხატთა თაყვანისცემას და ამ მოვლენას კერპთაყვანისმცემლობასთან აიგივებდნენ. ესეც გადახვევა იყო ღვთის გზიდან და თანაც უმეტესად მტკივნეული და ხანგრძლივი. მალე ხელისუფლების სათავეშიც მოვიდნენ ხატმებრძოლი იმპერატორები. ისინი სწორედ რომ ერეტიკული სიჯიუტით იცავდნენ მსტარ შეხედულებებს და არ ადაგდებდნენ მას, რომ უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახეები მათი მიწიერი ცხოვრების ჟამს სასწაულებრივად აღიბეჭდა ტილოზე და პირველ ხატებად იქცა. მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე ხატმებრძოლეობა სრულად აშფოთებდა ქრისტიანულ სამყაროს. წვავდნენ ხატებს და მათ თაყვანისმცემლებს სიკვდილით სჯიდნენ. ხატთა ერთ-ერთი ამგვარი დევნის დროს ქალაქ ნიკეასთან მცხოვრებმა მართლმორწმუნე ქვრივმა, მას შემდეგ რაც მის ოჯახში დაბრძანებულ ხატზე გამოსახულ დედა ღვთისას ერეტიკოსმა სახე განუგმირა და სისხლი ადინა, შეძლო სიწმინდე ზღვამდე მიებრძანებინა და ტალღებისთვის მიეცა იგი. მის და სანუგეშოდ წყალში შეწურებული ხატი ზე აიმართა და ის გაჰყვა დინებას. ქვრივის ვაჟმა კი სულ მალე ათონს მიეშურა და სიცოცხლის ბოლომდე იქ იღწვოდა. ათონელმა მამებმა სწორედ მისგან შეიტყვეს საოცარი ამბავი, რომელიც შემდგომ თაობიდან თაობას გადაეცემოდა. თითქმის 2 საუკუნის შემდეგ გამოჩნდა დედა ღვთისას ხატი ათონის ნაპირებთან. ყველას ახსოვს საოცარი ამბავი, რომელშიც მოთხრობილია, როგორ ინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ქართველი ბერის, გაბრიელის ხელით სასწაულებრივად გადაბრძანება ათონის სანაპიროზე, როგორ ამოხეთქა წყარო მისი გადაბრძანების ადგილას და როგორ აირჩია მან სამყოფელი ქართველთა სავანის კართან, რის გამოც პორტაიტისა, ანუ კარის ღვთისმშობელი ეწოდა. იბერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გამოსახულების მიხედვით არის ოდიგიტრია, ანუ გზის მაჩვენებელი. შესაბამისად, აქ ყრმა მაცხოვარი გამოსახულია გრაგნილით ხელში. ხატს სახეზე სისხლის კვალი ეტყობა. გადმოცემით იგი როგორც ყოვლადწმინდა დედის არაერთი გამოსახულება ლუკა მახარებელს დაუწერია. კარის ღვთისმშობელი დადგინდა არა მხოლოდ ქართველთა სავანის,
არამედ მთელი წმინდა მთის მცველად. დავისთავად ათონი კი არის მართლმადიდებლობის უმთავრესი ცენტრი დედამიწაზე. წინასწარმეტყველების მიხედვით, ხატი მეორედ მოსვლის წინ დატოვებს წმინდა მთას. დღეს ივერთა სავანე აღარ ეკუთვნით ქართველებს და მასში აღარ ხმიანობს ქართული ჟამის წირვა. გასული საუკუნის დასაწყისში უკანასკნელმა ქართველმა ბერებმა დატოვეს ივერონი. ხატის სახელზე ნაკურთხი არაერთი ტაძარი საქართველოში. ნაძალადევში მოქმედებს მისი სახელობის ეკლესია. ჩვენი ვყოფებით ნაძალადევის ტერიტორიაზე, რომელიც იყო სპონტანურად აშენებული სახლებით, აქ ჩამოსახლებული იყო ხარაგაურისა და რაჭის წირნიადაგიიდან ადამიანები, რომლებიც განთავსებული იყვნენ და მუშაობდნენ ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, წამლის ქარხანა კიდე და ამათმა ესე იგი ესენი იყვნენ აქ ძირითადად ეს მოსახლეობა იყო და დიდუბიდან ამოდიოდა პიროვნება დეკანოზი გრიგოლი, რომელიც გურგენიძე, რომელიც ასწავლიდა მათ კატეხიზმს. გადაწყდა რომ ეკლესია აშენებული იყო აქ და დაასრულა 1898 წელს ამ ეკლესიის აშენება. 25 წლამდე იარსება ამ ეკლესიამ. აქ ცნობილი პიროვნება მოღვაწეობდა სხვათა შორის იყო ასეთი მიხეილ მახათაძე, რომელსაც 14 შვილი ყავდა და აქვე ცხოვრობდა ამ ეზოში და შემდეგ უკვე როცა დაიწყეს აქ მოგხსენება თქვენ პროლეტარიტის ბელადის სახელობის გახდა ეს რაიონი და პირველად დაიწყეს ესე იგი ათეისტური პროპაგანდა ჩვენს რაიონში. და აქედან დაიწყეს პირველად ესე იგი ლიკვიდაცია ეკლესიისა და დაარსეს აქ სპარტაკის საზოგადოება. შემდეგ სპარტაკის საზოგადოება გადააკეთეს ფეხსაცმელების წუღების სამკერვალოდ. და მე 29 წლიდან უკვე აქ ფუნქციონირებს ესე იგი აბანო მიაშენეს საერთო ფიგელები, ეს თვითონ ეს ეკლესია ამოაშენეს კედლებით, თვითონ კედლები შენეს ეს გუდრონით, რომ ჰიდროიზოლიაციისათვის ყოფილიყო ეს ყველაფერი და ერთ სიტყვით ეს ნიანად გადააკეთეს, გაყვეს ეს თვითონ სართულები, გუმბათი მოხსნეს, საკურთხეველი მოარღვიეს, საკურთხეველზე გადიოდა ესეთი დიდი აუზი იყო მისი, რა ქვია, წყლის და როგორც აბაზანები, მზის აბაზანებს ისე იღებდნენ ესე იგი ეს ხალხი. და ერთ სიტყვით ნიანად დაუკარგეს ესე იგი ფუნქცია. მაგრამ 90-იანი წლებიდან შემდეგ ეროვნული მოძრაობა, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებმა უწმინდესი და დიდი ძალისხმევით აქ ესე იგი დაისვა საკითხი, რომ აღდგენილიყო ეს ტაძარი. და მე უწმინდესმა მაკურთხა აქ და წამოვედი და დავიწყეთ ამ ეკლესიის ჯერ აბანოს ლიკვიდაცია და დემონტაჟი მისი და შემდეგ რესტავრაცია ამ ეკლესიისა და 91 წლის 25 თებერვალს ჩვენი დღეობა არის მოგეხსენება და აი ამ დღეს იკურთხა ეს პატარა სამრეკლო და თავისი თავრანგელობის ეკლესია და ყოველთვის პარაკლისს ვატარებთ. ჩვენი ხატია ძირითადი სიწმინდე მოგეხსენება დედა ივერიის ღვთისმშობლის ხატია ცნობილმა პიროვნებამ მოჭედა ეს თუ გაგიგონია თქვენ ლია მიქიანი პიროვნება, მისი მოჭედინი ეს ხატი და ზურაბ მოდებაძის დახატული ეს თვითონ ეს ხატი და ეს მერე მრევლმა შეამკო თავისი შემონაწილებით გაუკეთდა ეს კიოტი ყველაფერი და ნუ მისი ასლები გვაქვს ჩვენ ამ ხატების, რომელიც დაბრძანდება სხვადასხვა ოჯახებში და ესე პირადობით ესე იგი პირიდან პირამდე აი ამ ოჯახებს ესე იგი ახლება და ეს მოილოცებენ რევი ჩვენი აი ამ სიწმინდეებს. სასწაულებით განდიდდა ხატის ასლები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. ბერძენმა მამებმა დაწერეს კარის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც 1989 წელს საქართველოში ჩამოაბრძანეს. ეს ხატი არის დედანის თანაბარი ძალისა და მადლის მტვირთველი, რაც არაერთი სასწაულით დამოწმდა. ხატის სახელზე სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც არაერთი სავანეა დაარსებული. მრავალი ტრაპეზია ნაკურთხი და ბევრი ხატია განდიდებული სასწაულებით. მათ შორისაა რუსეთის ტაძრებში დავანებული ხატები. ასევე 1905 წელს დაწერილი მონრეალის ასლი. უახლოეს ძარსულში მძიმე განსაცდელების გამო ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით ხატის ერთ-ერთმა ასლმა საქართველოში დაიწყო სვლა.
ყველა კუთხეში სასოებით ელოდნენ მართლმადიდებლები მის გამოჩენას. ღვთისმშობელი მოგზაურობდა თავის წილხდომილ მიწაზე და მადლს ფენდა დაწმულებულ ქვეყანას. დედა ღვთისაო, ეს ქვეყანა შენი ხვედრია. შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხს. საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღურია. ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა. ევედრებოდა ყოლა წმინდა დედას წმინდა ილია მართალი. დავევედრებით ჩვენს და გვჯერა, რომ მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის ძალა, მადლის სულისა წმინდისა, უფლის ყოლა წმინდა დედის მეოხება დაიფაროს ჩვენს ქვეყანას.